მოგესალმათ ამოცანა ნომერი 386 ვაბერიძის კრებულიდან. დავუგვიდეთ აი ამ პირობას 60 მანქანიდან 25 რჩება, 25% რჩება გარაჟში. ვიპოვოთ 60-ის 25%. ამოცი გავამრავლოთ 25 მე-100-ზე. 15. ანუ 60 მანქანიდან 15 მანქანა გარაჟში რჩება. ნიშნავს, რომ დანარჩენი 45 მანქანა 60 ვაკლებთ 15, დარჩება 45 მანქანა. გადის სამუშაოდ. 45 მანქანა გადის სამუშაოდ. ეს ყოველდღიურად ასე ხდება, ყოველდღიურად. 30 დღეში გავა 30 ჯერ 45 მანქანა. აკეთა, აუზა გააკეთეთ, ეცადეთ დამოუკიდებლად გააკეთოთ. შევაგრძელებთ. ესე იგი, ერთ თვეში გადის 30 ჯერ 45 მანქანა. აი ამ რაოდენობის მანქანას ემსახურება 54 მძღოლი. ერთი თვის განმავლობაში ხდება ეს ერთ თვეშია, ესეც ერთ თვეში ემსახურება 54 მძღოლი. ეს მეორე მინიშნება. მესამე. თითოეულ მინიშნებებზე ეცადეთ, რომ შემდეგ დამოუკიდებლად გააკეთოთ. მესამე მინიშნება ის არის, ვიპოვოთ ერთი მძღოლი, ერთ მძღოლზე რამდენი მანქანა მოდის. 30 ჯერ 45, თუ გავყავთ 54-ზე, აი ამით ჩვენ პოვლობთ ერთ მძღოლზე რამდენი მანქანა მოდის, ანუ რამდენ მანქანას ემსახურება. არის 25. ანუ ერთი მძღოლი ემსახურება 25 მანქანას ერთი თვის განმავლობაში. ამას დასჭირდება, რა თქმა უნდა, 25 დღე. ერთ დღეზე ერთ მანქანას ემსახურება, ვიცით ხო? და 25 მანქანის მომსახურებას დასჭირდება 25 დღე. ანუ 5 დღე თავისუფალი დარჩება ერთი მძღოლი. მადლობ ყურადღებისათვის.